უკვე 3 თებერვალია, დილის თუ ღამის 2 საათია, ანუ უნდა გათინდეს მალე. 5 საათზე მაქვს ფრენა, ეხა 2-ია, ტაქსს ველოდები. დედა მიცის რომ უნდა ჩავიდე ზეგ, მე მივდივარ დღეს, ეხა ვარ ბუდაპეშტში, ველოდები ტაქსს, წავალ აეროპორტში. ვიმედოვნებ რომ ჩექს და ყველაფერს გავივლი მშვიდად და ეს ჩემი გულის აჩქარებები მალე დამიმშვიდდება. გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მეძინებოდა. მე რამდენი ყავს რომ არ ვიცი და იმედი ეს გულის აჩქარება ჩემი ნერვიულობის გამო კი არა, ყავის გამო არის. რომელი უფრო გამიხარდებოდა არ ვიცი, მაგრამ ნიშნულოვანია რომ საქართველოში ჯანმრთელი ჩავიდე. რადგან როგორც კი ქუთაისში დავფრინდები, უნდა წავიდე ეგრევე სარფში, გადავიდე თურქეთში. დავიდე მთებში. ხო და გამომყევით. დაახლოებით 9 საათის გზაზე ვარ ბუდაპეშტის აეროპორტიდან. ვილოცოთ რომ ტაქსი არ ჩამეძინოს, იმიტომ რომ მეძინება. თან მაქვს ესეთი სინდრომი, რომ სადმე სამოგზაუროდ რომ მივდივარ, მგონია რომ სულ უნდა მომშივდეს. ამიტომ წინასწარ ჭამ საჭიროზე მეტს, ანუ წინასწარ ჭამ რომ მე არ მომშივდეს და ეხლა ვარ მძიმედ, ცუდად ვარ. გაბერილი ვარ, დისკომფორტი მაქვს და ეს ჩვევა როგორ მოვიშორო არ ვიცი და თან სასუსნავები მაქვს ჩანთაში, ანუ არ ვარ ჯანმრთელად ბოლომდე, მაგრამ ამასაც ნელ-ნელა მივხედავ. მთავარი აეროპორტების შიში გადავლახო ეტაპობრივად. კაი, თმები გაშრა და დავივარცხლე, მაგრამ აქ სარკი არ მოქვს, ამიტომ თვალის ზომით, ხელით დროა დავემშვიდობო აპარტამენტს და წავედით. დავაკარგო. ძალიან მარტივად გავიარე ჩეკინი, ძალიან მარტივად 10 წუთში უკვე გადმოვედი ზონაში. 5 არის ფრენა, ტაქსით დამჭირდა 25 წუთი რო აქ მოსულიყავი და გადავიხადე 30 евро. ანუ როგორი დაღლიკის სახე და თვალები მაქვს ნახეთ. თან ძალიან ბევრი თხილეული უჭამე და გამომაყარა. მაგრამ მალე ქუთაისში ვიქნები და მე დავიძინებ და დავისვენებ. და საყალობა რა შემომჩნია, იცით? საკვების სივრცე სადაც არის, იქ არის მიკროტალღური ღუმელი და შეგიძლია საჭმელი გააცხელა. ანუ ძალიან კომფორტია შექმნილი. არის ძალიან ბევრი სივრცე რო ტელეფონი დაატანა, ანუ დიდი და ლამაზი აეროპორტია. საცხი წარისში. ქუთაისის აეროპორტში ვარ, წესით უნდა დამხვდეს ჩემი და გარეთ, ყავით ხელში. ნახოთ ალბათ თუ დამხვდება, იმიტომ რომ ხავერ რო ჩაყავარ, ყავა დამოხვედრა თქო. მეძინა მთელი 3 საათი, სულ 3-ჯერ გამოვიდა. ხო და ეხლა ყავა მინდა. აბა ვნახოთ. ძალიან უცნაური შეგრძნება ამდენი ქართული ხმარობისთვის. ვეცებ ჩემ გას. აბა საგალითად ვინც უნდა ყოფილიყო. არ ჩანს. კარგად, სადნი არ გასწორვეგა? დედა ჩემ არ იცი ჯერ. ვიცი ხო შეიძლება. ყველი ეს. ორმაი თურქეთის კონტროლსაც გავდივარ და მალე უკვე თურქეთში ვიქნები. საქართველოს მხარე უკვე გადმოჭარი, ეხლა თურქეთის კონტროლს გავდივარ და მალე თურქეთში ვიქნები. არ ვარ მიგამწვით ადამიანი. Teşekkürler. Duramaz kafana sulayar, erkek adam olan makine erkiyar, sefelere acıma koy yere. Dalga mı?